განათლების მინისტრმა და სან-დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გახსნეს. შეხვედრაზე ერთობლივ პროგრამების განხორციელებასა და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს. უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და განაცხადა, რომ სან-დიეგოს უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სამინისტროსთან პარტნიორობით ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების მინისტრის მოადგილეები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ჩვენ შევაჯამეთ ის სამუშაო, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე ერთობლივად განახორციელებთ და ასევე მივიჯელეთ, რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებზე. ჩვენი მიზანია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყოს ასევე ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში. ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე და ასევე სამომავლო გეგმებზე და გადასადგმელ ნაბიჯებზე. ჩვენ გვინდა რომ განვავითაროთ ეს ძალიან მყარი ურთიერთობები, რომლებიც გვაქვს ქართულ უნივერსიტეტებთან. რთულია განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები, როცა არ გაქვს საფუძვლიანი ურთიერთობები. მოხარული ვარ, რომ ჩვენ საქართველოსთან ძალიან საფუძვლიანი და ღრმა თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ეს პარტნიორობა და მისი შესაძლებლობები. ჩვენ ამ ძალიან წარმატებული თანამშრომლობის ერთგულები ვრჩებით. ეს ნამდვილად პარტნიორობის სანიმუშო მაგალითია. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ გავაძლიეროთ საქართველოს უნივერსიტეტები და მაღალი ხარისხის განათლება შევთავაზოთ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს.